უძველესი თბილისის ექსპონატების გამოფენა ქარვასლში დღეს გაიხსნება. საქართველოს დედაქალაქი აქამდე ძველი და ახალი თბილისის სახელით იყო ცნობილი. უძველესი მინახვის, ქამრის, ბალთა, ბრინჯაოს, რკინის და ვერცხლის ჭურჭელი, საბრძოლო და სამეურნეო იარაღი საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო კავშირს ადასტურებს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი საუკეთესო ორიგინალი ექსპონატები გამოფენისათვის სპეციალურად შეარჩიეს. ჩვენი კორესპონდენტი ელისო ჯულაკიძე იმყოფება ქარვასლში და ახლა ის პირდაპირ ეთერში გვერდება. ელისო, მზად არის თუ არა უკვე ექსპოზიცია? გამოფენა უძველესი თბილისი აქ ქარვასლში უკვე მზადაა და ის ზუსტად 2 საათში გაიხსნება. გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მას ორი მიმართულება აქვს. პირველი და მთავარი მიმართულება გახლავთ ის, რომ აქ არის წარმოდგენილი თბილისის გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ნივთები, რომლებიც ერთგვარად დაანგრევენ მითს იმის შესახებ, რომ თბილისის როგორც ქალაქის ისტორია ვახტანგ გორგასალის შემდეგ იწყება, რადგან აქ წარმოდგენილი უძველესი ნივთი მე-13 საუკუნით ჩვენ წელს აღრიცხვამდე მე-13 საუკუნით თარიღდება. აქ არის წარმოდგენილი როგორც საბრძოლო იარაღი, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთები და სამკაული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აქ ოდითგან მაღალ დონეზე განვითარებული სხვადასხვა ფენები ცხოვრობდნენ. მეორე მიმართულება კი უფრო საინტერესო მეცნიერებისთვის იქნება, რადგან თბილისის ისტორიის შესახებ მათ საშუალება მიეცევათ კვლევების სხვადასხვა მიმართულებით აწარმოონ. ჩვენ უბრალოდ გვინდა რომ ვაჩვენოთ საზოგადოებას თუ რამდენად მნიშვნელოვანია არქეოლოგიური მემკვიდრეობა თბილისის ტერიტორიაზე და რამდენად მნიშვნელოვანია როგორც თვითონ არქეოლოგიური ძეგლების მოვლა და მათი ინტეგრაცია თანამედროვე ურბანულ ეკონომიკაში, ასევე აღმოჩენილი არტეფაქტების მოვლა და პატრონობა. დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტის შექმნა იმისათვის, რომ თბილისის კვლევას ჰქონდეს ძალიან მაღალი მეცნიერული სტანდარტი და ამასთან ერთად საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება გაეცნოს თბილისის ისტორიას. როგორც უკვე გითხარით, გამოფენა ზუსტად 2 საათში გაიხსნება. ძველი თბილისის გამოფენა ქარვასლში 1 კვირის მანძილზე დარჩება, ასე რომ ვისაც აინტერესებს უძველესი თბილისის ისტორია და დარწმუნებული ვარ, ესეთი ადამიანი ბევრი იქნება, ამის საშუალება 1 კვირის მანძილზე ექნებათ. დიდი მადლობა ელისო ჯულაკიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთი